თელ იმაზე ჩვენ ვისაუბრეთ წინა ლექციაზე. ეხლა ჩემი ხატვის უნარები ნაკლებად არის, მაგრამ წინა თელ შუა საუკუნეების ხელოვნებაზე რო ვილაპარაკეთ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ეკლესიის საკურთხეველი. აქ გაჭრილი სარკმლით, საუბრობთ. სარკმლით და წარმოიდგინეთ, რომ თელი შუა საუკუნეების ხელოვნება აკეთებს რას? გაძლევს გარკვეულ ნორმას და ამ ნორმის ფარგლებში გეუბნება, რომ უნდა ისწავლო ხატვა. ეს არის მოთხოვნა. და რა არის ეს მოთხოვნა? ყველაფერი ტრიალებს ქრისტიანობაში, რა თქმა უნდა, ქრისტეს ირგვლივ და საუფლო დღესასწაულებთან ირგვლივ. საუფლო დღესასწაულები. სახარებისეული სცენები. ნახეთ რა ხდება ახლა? მეთქი, ნახეთ რა ხდება ახლა. ქრისტესთვის რა არის აქ მთავარი? ქრისტეს კაცობრიობა რა შვება? ევედრება. და შესაბამისად, მთავარი ამბავი შეიძლება ითქვას, რომ არის ხოლმე ვედრების თემა, რომელიც გვაქვს საკურთხეველში, ანუ ყველაზე საკრალურ ნაწილში ეკლესიის. ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანულ რელიგიაში დაიცვა რეგლამენტი. და ეს რეგლამენტი გულისხმობს იმას, რომ განასხვაო რანგი, ვინ რა რანგის არის. თუ ქრისტეს გამოსახულებას უჭირავს საკურთხეველი, მის ქვედა გამოსახულებაში მასზე შედარებით დაბალი რანგი მოდის, ღვთისმშობელი, თავისი მოციქულები. ღვთისმშობელი. მერე მოდის მოციქულები, აქ ღვთისმშობელი და მერე მოდის მღვდელმთავრები. ეს სქემა მუშაობს ყოველთვის. თუ აქ ქრისტე არ არის და აქ ღვთისმშობელია, მოციქულები აიწევს და მღვდელმთავრები აიწევს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რეგისტრია, პრინციპი არის ეს დაყოფა. ნახეთ ახლა ეს ხო გაიგეთ საკურთხეველზე. რაც შეეხება დანარჩენ კედელს, ეკლესიის კედლის მოხატულობას შეიძლება გააჩნია ზომის მიხედვით. იყოს ერთ რეგისტრად მოხატულობა, ორად ან საერთოდ სამად და რეგისტრები მცენარეული ან ცხოველური ორნამენტით გამოიყოს. მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს საუფლო დღესასწაულთა ციკლი, ხარება, შობა, ნათლისღება, ამაღლება, ჯოჯოხეთ წარწევნა და ეს თემები ყველა მიყვებოდეს ერთ სქემას. და ეს რა სქემაა? ან არის ხსნის და ან არის მსხვერპლის თემა. ამაზე არის აგებული მთელი მოხატულობა. თუმცა ამ საუფლო დღესასწაულთა ციკლს ემატება გარკვეულ წმინდანთა სცენები და ძირითადად ვის სახელობისაზედაც არის ეს ეკლესიები ნაკურთხი. იმ წმინდანის გამოსახულებებია ხოლმე. თუ წმინდა ნიკოლოზია საუფლო დღესასწაულთა ციკლში დაემატება ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის. წმინდა გიორგის არის საუფლო დღესასწაულთა ციკლი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინოსი, წმინდა ნინო და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. ძირითადად მარჯვნიდან მარცხნივ ხდება კითხვა. მარჯვენა კედელზე რა იქნება? თუმცა ჩრდილო კედელი საქართველოში არის ის ერთადერთი კედელი, რომელზედაც ჩვენ ვნახავთ ქტიტორებს, ანუ ადამიანებს, რომლებმაც დონაცია გააკეთეს ეკლესიის ასაშენებლად ან მოსახატად. საერო ადამიანების დასახატი კედელი ძირითადად და უმრავლესში საქართველოში არის ჩრდილო კედელი. და ამას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი. ჩრდილო კედელი არის ყველაზე ბნელი. და წარმოიდგინეთ, რომ სხვა სივრციდან რო შედიხარ, ყველაზე ბნელის განათება ხდება შუქის წყარო შედეგად. ამიტომ აქცენტირება შუქი გადმოდის მასზე და მთავარი ხდება იდეურად. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დასავლურ ხელოვნებაში ეს ბიზანტიის იმპერატორები და ეს ხალხი ყველა გამოისახებოდა ხოლმე აღმოსავლეთით. და რატო? აღმოსავლეთი იყო ყველაზე საკრალური. საიდანაც კაცობრიობას ეცნო ვარსკვლავით ქრისტეს შობა, ხო? და ბიზანტიის იმპერატორები მიიჩნეოდნენ, რომ იყვნენ ამქვეყნიური მთავრები, ქრისტე იმქვეყნიური. და ეს აღმოსავლეთი, ანუ საკურთხეველი მათთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ ქართულ შემთხვევაში ვერც ერთი ქართველი მეფე, თვით დავით აღმაშენებლიც კი, ვერ აკეთებს იმას და არ აკეთებს, რომ მან თავისი გამოსახულება აღმოსავლეთ კედელზე მოათავსოს. ერთადერთი შემთხვევა ჩვენი ქართული ხელოვნების ამბავში გვაქვს ცხეთის ჯვრის რელიეფები. ოღონდ იქაც არა ინტერიერში, ანუ ეკლესიის შიგნით, არამედ ცხეთის ჯვრის აღმოსავლეთ ფასადზე. მე-7 საუკუნეში გვაქვს რელიეფის სახით, საერო პირთა გამოსახულება. სხვა შემთხვევა ჩვენ არ გაგვაჩნია. და ეს არის ერთი ესეთი წესი.
მოკლედ, მთელი ჩვენი შუა საუკუნეების ხელოვნებაზე ვილაპარაკეთ ის, რომ ძირითადი დამკვეთი იყო ის, ვინც იყო მთავარი ფიგურა და ეს მთავარი ფიგურა იყო შუა საუკუნეებში მეფე. როდესაც საქართველოს დაშლა მე-13 საუკუნიდან მოხდა ცალკეულ სამეფო სამთავროებად, იწყება რა? ბევრი ადამიანი შემოდის ასპარესზე და ამ ბევრ ადამიანს მოყვება, რა თქმა უნდა, ბევრი ხელოვნებაც, ხო? ფაქტობრივად, ყველა სოფელში, ყველა რაიონში იგება ეკლესია და იგება მაშინ ძალიან მარტივი ფორმის, ეგრეთ წოდებული დარბაზული ეკლესიები. აი ესეთი ფორმის არის, ეს საკურთხეველია, რომელიც შეიძლება იყოს ესეთი შვერილიც. და ძირითადად ცენტრში გაჭრილი კარით. ან საკურთხეველი ჩაწერილია, ან შვერილი. ყველგან იგება. რატო აგებენ ამას? ამას აგებენ იმიტომ, რომ მარტივი ფორმა ყველა შეუძლია აშენოს და რთული კონსტრუქციული ელემენტები არ ჭირდება. და ამავე დროს ყველა ეს ეკლესია, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში იგება, იხატება. და ხატავს ვინ? ჩვეულებრივი უბრალო ადამიანები და ეს ნახატები შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების თვალსაზრისით ნაკლებად პროფესიონალურია. ანუ რასაც ძირითადი თარგი ეფუძნება კლასიკურ გაწონასწორებულ ნახატს, სადაც პროპორციები დაცულია, ფერი დაცულია და გარდა ამისა იდეურად გამართულია მთელი მოხატულობის სქემა. იცვლება და რადგან ჩვეულებრივი უბრალო ადამიანები, უბრალო მუშები, უბრალო მხატვრები იღებენ დონაციას და აკეთებენ ამას, ეს ყველაფერი ხალხური ნაკადის მოხატულობით არის ცნობილი და ძირითადად ეს ტალღა იწყება მე-16 საუკუნიდან და გარდა ამ პერიოდისა ჩვენ ხო ვნახეთ ხალხური ნაკადის მოხატულობები. ხო გაჩვენეთ მე ხესწმინდა ბარბარეს ეკლესია სვანეთში, ხო, ჩემი საყვარელი ეკლესია და კარგი მოგონებების ეკლესია, ხო? აი ისიც ხალხური ნაკადის მოხატულობა იყო და ეს გინდათ გაჩვენოთ, წინაზე გაჩვენეთ, მაგრამ კიდე გაჩვენებთ, რომ დაიმახსოვროთ. ანუ ხალხური ნაკადი ხელოვნებაში შემოდის გვიანი შუა საუკუნეებიდან ასე მასიურად შეიძლება ითქვას და მოდით ახლა რამდენიმე მაგალითს გაჩვენებთ და თან ვიცი რომ დრო უნდა დავიცვა გურამი ხომ მეუბნება და ჭუბება. ხელოვნება. სვანეთი. აი მაგალითად ხე. ეს არის ხესწმინდა ბარბარეს ეკლესია, ჩემი უსაყვარლესი ეკლესია სვანეთიდან, რომელიც ხალხურ ნაკადს გულისხმობს და რა არის ახლა ეს ხალხურობა? ნახეთ ხალხო, როგორი დარღვეული პროპორციებია, უბრალო ნამუშევრებია, ნაკლებად პროფესიონალი შესრულებულია და თან ესეთი სახალისო ამბავი აქვს ამ ხესწმინდა ბარბარეს. მაგალითად ხე, თორე ბევრი გვაქვს ეს ხალხური. ეს ოღონდ მე-13 საუკუნის არის. ხესწმინდა ბარბარეს ეკლესია მდებარეობს სვანეთის მთავარი სალოცავის ლაგურკას ძირში. და სვანეთის მთავარი სალოცავი არის მეფის მხატვარი თევდორეს მოხატული. ეს არ ვიცით, ხო, უცნობი მხატვრის. და ამ თევდორე მოხატა ლაგურკა იფრარი და ნაკიფარი. და ჩვენი ხესწმინდა ბარბარეს მხატვარი ზუსტად კოპიო სიუჟეტს აკეთებს მეფის მხატვარი თევდორეს მოხატულობიდან, თუმცა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. ანუ ეს ნაკლებ პროფესიონალიზმს უსვავს ხას. ეხატვინებოდა ფიროსმანზე რო ვამბობ ხო ტერმინს და ხატავდა. აი ზუსტად ესე ეხატვინებოდა ამ ხელოვანს და აკეთებს ცოტა გაუაზრებლად ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის თელ შუა საუკუნეებში გვიანი შუა საუკუნეები ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ეს ყველაზე მეტად ეს უბრალოება იგრძნობა ამაში და ფაქტობრივად ეს ხესწმინდა ბარბარე არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი ოღონდ მე-13 საუკუნის. მერე უკვე გვიან ტალღაზე მე ვასწავლი ესეთ მხატვარს გიორგი ჯოხტობერიძეს. ოღონდ მან მოხატა წითელხევის და გელათის ელიას ეკლესიები და მე მინდა ეხა ეს ყველაფერი თქვენ გაჩვენოთ და ეს რომელ საუკუნეში, რომელ წლებში? გვიანი წლები ვერ გეტყვით ეხა რომელი წლები? მე-18 საუკუნე, რა მერვე? კი. მე იწყება ეს ტალღა. ხელმოწერილი მოხატულობებია. მაცადეთ ბატონო, მივიდეთ იქამდე. მაცადეთ, მივიდეთ იქამდე ერთი წამით გელათი სადმი წერია ხო იმერეთი. ლაღამთან მხერი თანღირი იფრენ. სვანეთში ვარ და გარეჯა იმერეთი. გელათი. გელათის ელია მოხატა ჩვენმა ძვირფასმა გიორგი ჯოხტობერიძემ და გელათის ელიაში გვაქვს მისი ხელმოწერილი მოხატულობები.
ხო, ეს იშვიათი მოხატულობაა, რომელსაც მხატვარი ხელს აწერს. გელათი. აჰა. გელათის ელია. ეს არის პატარა, ხო გახსოვთ რო გითხარით დარბაზული ეკლესია. ეს არის ახლა დარბაზული ეკლესია ფოტოზე. ეს არის გეგმაზე. კი, ნახეთ, ეს არის გეგმა დარბაზული ეკლესიის. ყველა შემთხვევაში საკურთხეველი აღმოსავლეთით არის. ცოტა მცოდნოდა ეს ხატვა რა იქნებოდა. მაგრამ ხო გაგებინებთ რაც თავარი. აი ეს ეკლესია ამას ეხა ეს ესეთია. აი ეს არის ესეთი. ხო, ამას აქ მინაშენი. აქ რო გქონდეს ეს. გეგმაზე ეს არის. ზემოდან რო გადაჭრა და სახურავი მოხსნა ეგ არის. და ნახეთ ეს დარბაზული ეკლესია, გვიანი შუა საუკუნეებია. აი ესეთი მინაშენი. გელათში. გელათის თავარი ტაძრის ზედა სივრცეშია. საკურთხევლის კონქში ქრისტეს ვედრების დიდების გამოსახულება, სადაც გახსნილი სახარებით ხელში ტახტზე დაბრძანებული ქრისტეა, ქრისტეზე ჯდომას არ ამბობენ, არც ღვთისმშობელზე ზის ღვთისმშობელი არა. ანუ ეხა ეს პატივისცემის გამოხატულებაც არის და ანუ ტექსტში თქვენ ქრისტეს ზის არ შეგხვდებათ. დაბრძანებულია ყოველთვის ესეა სახელოვნებაცოდნეო ლიტერატურაში, მის გვერდით დიდებით თავარანგელოზები არიან წარმოდგენილნი და ანუ საკურთხეველი ეს ნაწილი რაც გაჩვენეთ მე ეს საკურთხეველი რომელიც ჭრილში ეს არის ეს ნაწილი ქრისტე ანგელოზებით. აი ეს არის ეს. ხო გასაგებია. ეხა ნახეთ. დანარჩენი კედლები უკავია საუფლო დღესასწაულთა ციკლს, აი ნახეთ ამაღლება. და რას ვხედავთ ეხა ერთად მინდა მიგახვედროთ. ნახეთ? რა არის ის გამოსახულება, რაც თქვენთვის აქამდე უცნობი იყო, მაგრამ ეხა ძნელია თქვენთვის პირდაპირ ეს რო დავიწყეთ, ვინც გააცდინა წინა ტალღა, მაგრამ მიგახვედრებთ ეხა რას? წესივით არის ესეც. მთელი ხელოვნების განმავლობაში რა ხდება ეხა მოდით მოხატულობაში. საქართველოს ხელოვნებაში მე-11 საუკუნემდე არ არსებობდა ეკლესიის მოხატვის ერთიანი სქემა. მე-11 საუკუნემდე მხოლოდ და მხოლოდ ეს საკურთხეველის იხატებოდა, ეს ნაწილი. მანამდე კედლის მოხატვა არ ხდებოდა და ეხლა რო ხატავენ, უნდა მოტყდეს ის ხელები, იმიტომ აფუჭებენ დანარჩენსაც რა. მოუხატავი რო იყო და ეხლა რო შეაბათქაშეს, ეს არის კრიმინალი და ეს არის დანაშაული. და რატო ეხლა? მაშინ საღებავის ნაკლებობა კი არ ქონდათ ხალხო. ასეთი დამოკიდებულება იყო, რადგან ყველაზე მთავარი რაც იყო ქრისტიანობისთვის საკურთხეველი იმას ამკობდნენ და ეხლა ამ წყალწყალა საღებავებით რო ხატავენ აზიანებენ იმ კედელს და იმ ძველფენასაც რა და კატეგორიულად არ შეიძლება რომ ეს გააკეთო. ანუ მე-11 საუკუნიდან იწყება ეკლესიის მოხატვის ერთიანი სქემა. ამ ერთიანი სქემისთვის რა ხდება? ფიგურა, ეს რო წარმოიდგინოთ, არის ვითომ ადამიანი. მე-11 საუკუნემდე, როდესაც ადამიანებს გამოსახავდნენ ხატრობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკურთხევლის. დანარჩენი კედლები არ იხატებოდა, არც ესა. არა, მხოლოდ და მხოლოდ საკურთხეველი. ერთიანი მოხატვის სქემა იწყება მე-11 საუკუნეში. ცალკეული ეკლესიის გარდა ჩვენ მხატვრობების ადგაქვს. მოზაიკური შემკულობა გვაქვს რამდენიმე, მაგრამ მოხატულობა ეკლესიისა მე-11 საუკუნემდე პირველი ამ მოდით გავიმეოროთ აუცილებლად კედლის მხატვრობის ლექცია, ამიტომ ბევრი არ ყოფილა და აუცილებლად გავიმეოროთ. მაშინ რაღაცას ერთმანეთთან გადავაბავთ და კედლის მხატვრობას, იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ რა ხდება ეხლა მე-11 საუკუნემდე არ არსებობს ერთიანი მოხატვა და მანამდე გვაქვს ატენის სიონი, სადაც ანიკონური გამოსახულებებია და ეს ანიკონური გამოსახულებები არის სახერუარა აქ და მხოლოდ ჯვარიან სიმბოლოა. როდესაც იწყება მერე მოხატულობების სქემა, ფიგურა თავდაპირველად არის ნაკლებად გრძელი და ნაკლებად პროპორციული. ანუ თავისა და ტანის შეფარდება ჯერ ოქროს კვეთა არ არის და უფრო დაბალი ფიგურა ეხა გლეხურად და უმარტივესად და პრიმიტიულად. ხო. შემდეგ უკვე მე-11 საუკუნიდან ინფორმაცია აქვს, ფული აქვს და უკვე ფიგურა კლასიკური ნახატით იქნება და უმაღლესი დონის ძეგლები იქნება. ამ დროს იქნება დავითის, თამარის და სამეფო რანგის ძეგლები. შემდეგ იწყება ეგრეთ წოდებული პალეოლოგოსური ეპოქა და ეს პროპორციული ფიგურა გრძელდება და რას ნიშნავს ეს?
ხელები, ფეხები წაგრძელებული იქნება და სახეზე ჩნდება თეთრი წერტილები, ათინათები, ანუ ბლიკები. აღარასოდეს არ შეგეშლება, რომ იცი, რომ ეს პალეოლოგოსები საქართველოშიც ეგ არის, ბიზანტიაშიც ეგ არის და რო შეხედავ დაგრძელებულ ფიგურას. მოდით ბარემ გაჩვენებ, იმიტომ რომ რო გიყურებთ და ვერ ხედავ, რომ გესმით მაწუხებს. ეს რა ვენა. კეთლის მხატვრობა სადამ აქ. იმიტომ თუ ეს კარგად არ დაგამახსოვრდათ. აი ეხა, მოდით ეხა უცებ გავიბინოთ და მერე დეტალურად გავივლით. საბერებზე რო გეუბნებოდით, ნახეთ, როგორი პრიმიტიულია, როგორი ქაოტურია, როგორი უცნაურია და იმას, რასაც პიკასო ქმნის მე-20 საუკუნეში, ქმნის საბერების ოსტატი. ნახეთ, ეს ხო არის ნამდვილი პიკასო, რასაც პიკასო აკეთებს. ზუსტად იგივეა, ხო? ნახეთ, როგორი ფიგურებია. ეს არის ადრეული პერიოდი, როცა ჯერ კიდე არ გვაქვს ერთიანი მოხატვის სქემა. იწყება ერთიანი მოხატვა, კლასიკურად გაწონასწორებული ფიგურები, ესთეტიურად სრულყოფილი გამოსახულებები და ესე პროპორციული ფიგურები. მოდის პალეოლოგოსური ხელოვნება, აი ეს ჩემი საყვარელი. გახსოვთ, ხო? ეს არის ლაგურკა. ნახეთ, ნაკიფარიც რა საყვარლობაა. და აი ეხა მოდით პალეოლოგოსებზე გადავიდეთ. პალეოლოგოსები. ეს არის კიდე ვარძია უსაყვარლესი. ყინწვისი კლასიკური სრულყოფილება. და აი ნახეთ პალეოლოგოსები, ხვდებით რა ხდება? როგორი გრძელია ფიგურა, ხო? ესენი ხო არ იყო ეგეთი გრძელი. ეს ხო არ არის გრძელი, ხო, პროპორციულია და ეს პროპორცია გრძელდება პალეოლოგოსებში. და შემდეგ უკვე ამ შუა საუკუნეებში ისევ დაპატარავდება ეს, აი ნახეთ როგორი გრძელია, ნახეთ როგორია აი წაგრძელებული. ხედავთ ხო? აი სახეზე ეს თეთრი წერტილები, გრძელი ტანი. მოიცა ჩვენ სვანეთში რო ვიყავით, ის მინდა გაჩვენოთ. თქვენთვის ნაცნობი. აი, ჩვენ რო აღამში ვიყავით. ეს ფიგურა ხვდებით, რომ არაპროპორციული და დაგრძელებულია? ხედავთ აქ როგორი სვანი ანგელოზია? ხვდებით? თეთრებს ვერ ხედავთ, თეთრ წერტილებს სახეზე? აი, პალეოლოგოსები რას ნიშნავს? თეთრ წერტილებს კაცო როგორ ვერ ხედავთ? ფიგურას ხედავთ, რომ როგორი არაპროპორციული ხელი აქვს ტანთან შედარებით? ანუ ეს არის მე-13 საუკუნის. ამას კი არ ჭირდება ცოდნა ეხა. მე-13-ია თუ მე-14-ს მიჯნა, ეს კი არ გინდათ რომ იცოდეთ. სტილი თუ გესმით, პირდაპირ სვავ ამ ფორმულაში, როგორც 100 + b ფორმულა რო იცი. ეგ არის ხელოვნებაშიც რა. ანუ ეს არის პალეოლოგოსები და ნახეთ ეხა რას აკეთებს აქ ესეც ვნახოთ პარა. ნახეთ. გიჟდები ამ სვან ღვთისმშობელს, ეს ცოტა ყრამოქცეული როა. კეთიანი სვანეთში. ეს არის ესა რა ქვია, ლაღამი მესტიაში. და მოდით ეხა ნახეთ რა ხდება იმაში. რას აკეთებს მერე უკვე გვიანი შუა საუკუნეები. ისევ და ისევ ეს არის საფარა, დაპატარავდა ფიგურა. ნახეთ როგორ დამოკლდა ზომები. ეხა მე ძალიან პრიმიტიულად გიხსნი. პატარავდება, შეკვეცა და აი ნახეთ ეხა მოვდივართ აქ. მოვდივართ ამ გელათის ელიაზე. ფიგურები უკვე დაპატარავებულია და რა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ამ ყველაფერში კიდე რომ დაიმახსოვროთ. რასაც სხვა პერიოდში ესე კაფეოდ ვერ გრძნობ. ტონალური აქცენტები, წითელი, ყვითელი, ანუ ისეთი საღებავი, რაც ბუნებრივი გაქვს და რაც ბევრი გაქვს, რაც მიწისგან გაქვს. და მანამდე ეს კლასიკურ ხანაში კაშკაშა ლურჯი, რომელიც ჩამოქონდათ საქართველოში არ ქონდა. ანუ ეს ძალაუფლება გაქვს, ფინანსური რესურსი გაქვს და ამ ყველაფერს მაშინ აკეთებ. და ეს არის უბრალო საღებავებით, უბრალო ნაკლებად შეიძლება ითქვას პროფესიული თვალსაზრისით, თუმცა ჩემთვის მასზე კარგი არ არსებობს. და აი ნახეთ ეხა როგორი დარღვეული პროპორცია აქვს ქრისტეს ჯვარცმაში. შეხედეთ ქრისტეს ფიგურა
მთლიანად დაშლილია, აი როგორი უპროპორციო, არც ერთი წყობრია, ნახეთ როგორი აქვს უპროპორციო ფეხები, ჩამოგდებული სახე, მაგრამ სწორედ ასეთია და ერთი აბა თქვენით მინდა რომ მიხვდეთ თავარი წერტილი ამ ხალხურობის, აბა რა არის ის, რასაც იტყვი, რომ აი ეს არის ხალხურობა. რა არის ეს? ეგეც, მაგრამ თავარი. ლოყებ დაბრიალებული გამოსახულებები, ეს აღაშღაჟებული, შეფაკლული, წითელი წრეები, რომელიც აქ ლოყებზე და არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ ხალხურ მოხატულობაში ეს არის მთავარი. და ნახეთ ბუგეულიც. ტონებს ხო უყურებთ, რომ ყველგან ერთნაირია. ნახეთ როგორი ისეთი მოკუსკუსებული რაღაცა ერთი ცი და ანგელოზია. გადიდ და გასუქდა, ასე შემდეგ და აი ნახეთ ახლა ყინწვისი კლასიკური, წალენჯიხა, პალეოლოგოსები, ზარზმა ესეთი გაწონასწორებული შედარება რო გქონდეთ ამაზე და ნახეთ კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ხალხურობაში. ხალხურობაში ახლა ადამიანების ამბიცია ხო უსაზღვროა და ვინც ფული გაიღო, ვინც ერთი კაპიკი მისცა, ყველამ, ვინც მოსახსენიებელი შეაგზავნა, აგერ ბატონო გამოეფინა კედელზე და თან ეს ხალხური მოხატულობები განსაკუთრებით ბევრი სადგარ იმერეთში, სადაც ეს ამბიციების დიდი ტალღაა მოზღვავებული, ხო? განსაკუთრებით ბევრგან არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი იმერეთის სკოლაა რა ამ პერიოდში და ნახეთ და ეს ხასიათი, ეს იმერლების დაწყებილი ულაშები და იმერეთის ტურში წაგიყვანთ აბაშიძეების ფრესკებს გაჩვენებთ, რომლებიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე კუდაბზიკური გვარი იყო და ეს კოპწიებული ესე ულაშებს დაწყებილი. იმაში დასავლეთის მოხატულობებში ჩვენ საჩხერე ჭია ტურისტური გვექნება და უცნობ ადგილებში მიყავთ, ოღონდ მენდეთ კარგებს გაჩვენებთ და ეს არის რა ქვია, ყველა შემთხვევაში რა ხასიათებს ახლა ამათ. ნახეთ, წესივით იცოდეთ. საზეპირო, ფოკუს დარღვეული მზერა. ხო აღარ არის ისეთი ესა, თითქოს ყველა ელამიაო, ეგრე ჩანს. ფოკუს დარღვეული მზერა. შეფაკლული წითელი ლოყები, ხასიათი აუცილებლად აღმოსავლური ტანსაცმელი. აღმოსავლური სამოსი, კუდები, ტიპაჟები და რატო საქართველოში შემოდის აღმოსავლეთის ტალღა. შემოვიდა ეს ისლამური კულტურა, მუსულმანური კულტურა და რა თქმა უნდა, ცოცხალი ორგანიზმია კედით ხატრობაც, ეს ყოველდღიურობა შემოდის მოხატულობაში და აგერ ბატონო როგორი აღმოსავლურად ჩაცმული, მოკუსკუსებული ფიგურები არიან და აი ხა ყველაფერს დღეს რო აღარ მომაყოლოთ, შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ კლასიკურში, მაშინ კი ვილაპარაკეთ თავის დროზე, როგორ ეცვათ ბიზანტიურ შესამოსელში ჩვენს მეფე მთავრებსაც და ნახეთ ახლა რა ხდება. ეს ხო გასაგები იყო, ეს არის შუა საუკუნეების გამოცდილება და ეს გამოცდილება, ეს არის გელათის ელია. გელათის მოხატულობაც ასევე გიждები ამ იმერულ ხასიათზე, ხა კი ჩამითვლით სეპარატიზმში, მაგრამ ძალიან განწყობიანი ხალხია ეს იმერლები და მოკლედ რა ხდება, მოდი კიდე უფრო მეც გაჩვენებთ ერთი წამით გურამ არ მოგცეს შენი. ბევრს ვაპარაკო. ხო ხედავთ რა დაშინებული ვარ. გადავხედეთ მრავლის გელაშიც. მოიცა ერთი წამით. აი, გაწერილი მაქვს ყველაფერი მივეცი გურამს. აი, ნახეთ როგორები არიან. ხო და ყველაზე საყვარელი არ არის რეალურად ეს და სასაცილო ძალიან მიყვარს ეს მოხატულობები. ხო და ეხლა კი ბავშვების ნახატებს ხავთ და ეხლა შეხედეთ ხალხო რა ხდება რა ამბავი მოდის საქართველოს ხო აქვს ესეთი მრავალწლიანი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება მთელი შუა საუკუნეების ხელოვნებისა და შემდეგ იწყება ახალი ტალღა. ეს ახალი ტალღა არის სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ერთი საზიზღარი მეზობელი გვყავს. ერთი არა ბევრი, მაგრამ ერთზე ღიათ ვამბობთ ხოლმე. ხო და ნუ ამ მეზობელმა ვითომ ეს არის რა ქვია, გავლენა მოგვცა და რეალურად საქართველოს კულტურა ადასტურებს იმას, რომ ბევრად უფრო ადრე ძალიან მჭიდრო კავშირი ურთიერთობები ჰქონდა დანარჩენ სამყაროსთან და ქრისტიანობაც სად იყვნენ, რომ მოციქულები გადაგებდნენ ამ ქვეყანაში. თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენი გზა ფეხდაფეხ მიდიოდა და სწორედ ამ ფეხდაფეხ გაყოლის მაგალითები მინდა გაჩვენოთ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ეს არის დაზგური მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც საქართველოში იქმნება და ეხლა ძალიან მარტივად, უმარტივესად აგიხსნით რა განსხვავება იყო ქართულ, რუსულ და დანარჩენ სამყაროში არსებულ პორტრეტებზე.
ეს არის მეფე ერეკლე და მისი ოჯახის პორტრეტები. ხედავთ, რომ ფაქტობრივად მთელი სურათი გამოტენილია, გაძეძგილია ამ ერთი ფიგურით. აი ნახეთ, მისი ეს რა ქვია, დედოფლის გამოსახულება, ისევ ერეკლე მეფის პორტრეტები და რა ხდება ახლა, რა არის ის სახასიათო ნიშანი, რომელიც მთელი ამ პერიოდის ხელოვნებას ახასიათებს. ძირითადად ამ დროის ქართული ხელოვნების ნიმუშები გვაქვს ინდივიდუალური მარტო პორტრეტული გამოსახულება, რომელიც შეიძლება იყოს მჯდომარე წელს ზემოთ ან სრული ტანით ფეხზე. იშვიათად გვაქვს გამოსახულებები, როდესაც გვაქვს ჯგუფური პორტრეტი. თუმცა გვაქვს ამის ერთ-ერთი მაგალითიც და განსხვავებით რუსული პორტრეტული ხელოვნებისაგან, აი ეს არის ქართული პორტრეტი თეკლას ბატონიშვილის, ნახეთ, ფიგურა სადა უკანა ფონი. თითქმის ყოველთვის ეს არის ახასიათო ქართულის. ნინო ქსნის ერისთავის პორტრეტი, ხო? აღმოსავლური ტალღა მოდის და ყაჯარული ხელოვნება, აღმოსავლეთის ხელოვნება მის კოსტიუმზე, მის ვიზუალზე აისახება ძალიან ნაკლებად პომპეზური უკანა ფონით. თუმცა აი ნახეთ სალომე ურბელიანის პორტრეტი სადა მაგას ვსაუბრობთ ახლა სადა ფონი, სადაც თავარი არის პიროვნება, რომელსაც ასახავდნენ გიორგი მე-12-ის პორტრეტი და რუსული პორტრეტული სკოლა თითქმის ყოველთვის უკანა ფონს აქცევს ყურადღებას. ქართული მისგან განსხვავებით არის სადა და გარდა ამისა ქართულ პორტრეტებში ჩვენ იშვიათად გვაქვს ჯგუფური ფიგურები და ეს არის ედიშერ ნიკოლოზისძე მუხრან ბატონის ოჯახური პორტრეტი, რომელიც 1862 წლით არის დათარიღებული და თბილისური პორტრეტული სკოლის სახელით არის ცნობილი. თქვენს წინაშია ჯგუფური პორტრეტი სრული ტანით წარმოდგენილ ფიგურათა, თუმცა თუ შევადარებთ რუსულს ან დანარჩენ ევროპულ ამ პერიოდის პორტრეტებს, უფრო სადა და აქცენტი კეთდება ადამიანების ინდივიდუალურ სახასიათო ნიშნებზე. და ძილშიც რო გაგაღვიძოთ, რა სხვაობაა ქართულ რუსულ პორტრეტებს შორის, შეგიძლიათ თქვათ, რომ ქართული პორტრეტი უფრო სადა, უფრო ლაკონურია, ფიგურები ჯდომარე წელს ზემოთ, ან სრული ტანით არიან წარმოდგენილი, უკანა ფონი არასდროს არ გვაქვს შემკული და გარდა ამისა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საქართველოში პორტრეტები ხელმოუწერელი გვაქვს. რუსულ ხელოვნებაში თითქმის ყველა პორტრეტს ერქვით. მხატვრის ხელმოწერა და ეს ქართული პორტრეტი ამავე დროს ნაკლებ პარადულია, განსხვავებით რუსული პორტრეტული სკოლისგან და ეს არის მთელი ამბავი, რაც შეიძლება მინდოდა მეთქვა ამ ყველაფერთან ერთად და ამას ლექციასთან ერთად ყვები ხოლმე თბილისურ პორტრეტს და თბილისურ არქიტექტურას, მაგრამ ჩვენ როდესაც არქიტექტურაზე გვექნება ლაპარაკი, გვაქვს ერთი ლექცია, მაშინ მივაბათ ეს თემა. მე მგონი დღეს სრულად ჩავჯექი და დავამენეჯმენტე, ასე ვთქვათ, დროში, ხო? 10 წუთით მოგჩა და ეს იყო დღეს რაც უნდა მეთქვა და ეს პორტრეტებიც ახლა რო შევაჯამოთ, რა იყო ეს პორტრეტი? ის, რაც ჩვენ მთელი შუა საუკუნეების აუ, ეხლა აქ არა მაქვს, ამაზე არა მაქვს. ეხლა რა არის აქ მთავარი ამბავი? ის, რაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ნახეთ, ეს პორტრეტულობა გვიან შუა საუკუნეებში აგრძელებს ხაზს ამ თბილისურ პორტრეტებში და შემდგომ უკვე ჩვენ შევხვდებით ფიროსმანის, გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის ნამუშევრებს და გიგო გაბაშვილსაც რა თქმა უნდა და დეტალურად გავივლით მათ შემოქმედებას და ნახავთ რომ ქართული ხელოვნება არავის არ ჩამოუვარდება. უბრალოდ არავინ არ იცის ამის შესახებ სამწუხაროდ და ხშირ შემთხვევაში თავად საქართველოშიც. ბევრად უფრო ყველა მიცის მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი, ბოტიჩელი და ძალიან ცოტა მიცის შალვა ქიქოძე. ძალიან ცოტა მიცის დავით კაკაბაძე, სამწუხაროდ. არა, ახლა რაოდენობრივად ნაკლებად, მაგრამ დავით კაკაბაძის რანგის ხატვარი რო ყოფოდათ ბევრ ქვეყანაში იმ პერიოდში, წარმომიდგენია რა ამბები იქნებოდა და დავით კაკაბაძის ექსპოზიციაც კი არა გვაქვს ნორმალური, სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, მაგრამ თუ თქვენ მე ამ ჩვენ შესახებ ბევრს გაანდობთ ამბავს, ბევრ ხალხს მოიყვანთ და ბევრი გვეყოლება ქართული ხელოვნებით დაინტერესებული, ეს არის ჩვენი მიზანი და მე რატომ მინდოდა რომ ეს ყველაფერი თან გვენახა საქართველოსთან დაკავშირებით. ეხლა კარგია მსოფლიო ხელოვნება, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ შენ თუ არ იცი შენ რა გაქვს შენს ქვეყანაში, ნუ ჩემთვის ნაკლებ ემოციურია სხვა ქვეყნის ხელოვნება.
და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის მსჯელობის შესაძლებლობას, რომ არავის არ ჩამოვარდებოდა ეს ერთი ციცქნა საქართველოს და კარგი ამბიციური ხალხიც იყვნენ მთელი საუკუნეების განმავლობაში, თუმცა დღეს რა დაგვეტაკა, რა დაგვემართა, რამ გაგვაშეშა, არ ვიცი, მაგრამ ალბათ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუნდაც ბნელ შუა საუკუნეებშიც ადამიანები აზროვნებდნენ, ადამიანები ქმნიდნენ იმას, რაც ეხატვინებოდათ და დღეს ამ ტექნოლოგიების ეპოქაში ნამდვილ რობოტებად ვიქეცით და მთავარი ღირებულება ადამიანი დავკარგეთ და არ მინდა რომ ეხა რაღაცა ისეთი მოწყენილი ნოტით დავასრულო ჩვენი შეხვედრა, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩვენ ეპოქაზე შემდეგმა ეპოქის ადამიანებმა თქვან რომ რა ცუდი ტიპები იყვნენ და იმედი მაქვს რომ არსებობს რაღაცა ბევრი კარგი, თუმცა შეიძლება მე არ ვიცნობ ამ ყველაფერს. მოკლედ ეს აგრძელებენ გიგო გაბაშვილი, მაისურაძე. მანამდე ესეთი პარადული პორტრეტები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიებში, ინტერიერში მოხატულობებში. და მე უკვე დაზგური სურათი იქნება, რაზედაც დღეს გესაუბრებ. ეს არის სურათია ჩვეულებრივი. ანუ მანამდე პორტრეტი, მეფის პორტრეტი ჰქონდა ეკლესიაში. პორტრეტული გამოსახულებები და მე უკვე გადაინაცვლა კაბინეტებში და ოთახებში. ანუ პირველი პორტრეტი იყო ეკლესიაში. ეხა პირველი რომელი იყო და მეორე ვერ გეტყვით, თუმცა ამ პერიოდიდან ყალიბდება ეს დაზგური ფერწერა, სურათები, რომლებიც ასე იხატებოდა. ეხა პირველი და მეორე შეიძლება მე-18 საუკუნიდან იწყება და რასაც ვხედავთ, ეს შემოგჩა უკვე